თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია ვიღაცა მოდა კითხავს, რომ მამაო შეიძლება ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ვატარო? აი რატო უნდა ატარო შენი ზოდიაქოს ნიშანი? რა შეიძლება ატაროს ადამიანმა გულთან? არა, ჯვარი რომ ატაროს გასაგები, მაგრამ ამის გარდა რა შეიძლება რა გიხარია შენს გულთან რომ არის? მაგალითად ვიღაცა შვილის სურათი უდევს. ხო მართალია? ვიღაცას ხატი უდევს, ვიღაცას ლოცვანი შეიძლება ედოს, ვიღაცას რა ვიცი, 1000 რამ შეიძლება. რაც გიყვარს იმის ხო ახლოს გაქვს გულთან, რაღაცა შვილები თუ ოჯახის სურათი თუ რაღაცა, ყველაფერი შეიძლება გქონდეს გულთან. აი, ზოდიაქოს ნიშანი რატომ უნდა გქონდეს გულზე ჩამოკიდებული? თუ არ არის ეს სრულწმენა? თუ არ არის ეს უცხო ღმერთის თაყვანისცემა? რა გამოდის იცით რომ შენ თუ აღიარებ რომ ზოდიაქოს ნიშანს რაიმე გავლენა აქვს შენზე, მაშინ გამოდის რომ აღიარებ რომ ღმერთზე უფრო მეტი გავლენა ქონია. თუ ამას იტყვი რომ ესე იგი ზოდიაქოს ნიშანს ან რაღაცა ამულეტს შეუძლია შენი დაცვა რაღაცა სხვადასხვა გამოსახულება, ზოგს ჩონჩხის ფორმა რო ქონდა და ზოგს ცხოველის და ზოგს ხო არის ესეთი რაღაცები ჯვრები და ძვალი და რაღაც 1000 რამე და უკეთიათ ეს ყველაფერი აჩერჩხული დადიან ადამიანები და გონიათ რომ ეს რაღაცა გარემო პირობებისგან დაიცავს. პატარა ბავშვებს მოიყვანენ გიშერი აქვს შემული ხელზე. ეხლა ძალიან მოდა შემოვიდა წითელი ძაფი, რომელიც თორმე იერუსალიმიდან ჩამოწგეონ. ეს იერუსალიმიდან ჩამოვიდა. რა იერუსალიმიდან არ შეიძლება უბედურება რომ ჩამოვიდეს, როგორ ფიქრობთ თქვენ? ამიტომაც ერთადერთი რაც უნდა გეკეთოს გულს ეს არის ჯვარი და გაცნობიერებულად უნდა ხდებოდეს ეს ამბავი. იმიტომ რომ ჯვრის ძალით ხარ გამოხსნილი, ჯვარცმის ძალით ხარ უпростоრად გამოხსნილი ჯოჯოხეთის თვეობიდან და ამიტომაც სიმბოლო შენი გამოხსნისა და მადლიერებისა გულზე გიკეთია, როგორც სიწმინდე. სხვა ყველაფერი დანარჩენი, როგორც იქ საყურეები ეკეთათ და მოხსნა ეს საყურეები. იმიტომ კი არ მოხსნა რომ საყურე არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს საყურე რელიგიური დატვირთვის საყურე იყო. ის გულსაკიდი რაღაცა რაც ჩამოხსნა რელიგიური დატვირთვის იყო და მხოლოდ ამიტომ. მეტი არაფერი. ამიტომაც ქრისტიან ადამიანს არასდროს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, რომ გარემო ძალები მას რაღაცას დააძიანებენ. მე გეტყვით იოანე ოქროპირის სიტყვებს შეგახსენებთ, რომ თუ თვითონ არ დაიზიანა თავი ადამიანმა, ვერანაირად გარედან მას ვერავინ ვერ დააზიანებს. იმიტომ რომ თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან ღვთისნების გარეშეო. რას ნიშნავს ეს? თუ თვითონ არ მიიღო ეს ყველაფერი, სხვანაირად არ ხდება მისი დაზიანება. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც აღსარებელია, მაზიარებელია, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება, რაღაცა იმისი ჯეროდეს, რომ ახლა ვერძს და კუროს თუ ჩამოიკიდებს თავის გულზე ის დაიცავს? აბა რაღაცა ეზიარება მაშინ. ხონდეს ის ვერძი და კურო და იაროს იმასთან ერთად. ამიტომაც იცოდეთ, წყევლასთან მიმართებაშიც მინდათ გითხრათ იგივე. როდესაც იტყვიან რომ ვაიმე ვიღაცამ დამწყევლა, რისი გეშინია, დაგწყევლა, მასე ყვავი რო დაგჭყავის, თავზე გინ ძაღლს შემოუყეფია, გინ ძაღლს თუ შენ ქრისტიანი ხარ, ამისი არ უნდა გეშინოდეს. მაგრამ თუ შენ ამ ყველაფერზე ხარ დამოკიდებული, ვაიმე კატამ გადამირბინა და იქ ვერ გავივლი და ორშაბათს თავის დაბანა არ შეიძლება და სამშაბათს ღილის დაკერება არ შეიძლება, ბებია ჩემი, ორშაბათს ღილს არ აკერებ და რო ამწყვეტოდა ყველა სკოლიდან რომ მოვდიოდი, არ შეიძლებაო მეტყო და ისე გამიშვებდა მეორე დღეს, დილით ადრე დგებოდა სამშაბათს, რომ სამშაბათს დაეკერება. მართლა ღმერთს არ წამდა თან. საოცარი არ არის? ღმერთის კი არ წამდა, მაგრამ ორ შაბათს რომ არ შეიძლებოდა ღილის დაკერება, ეს იცოდა. აი რა შუაში იყო ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ორ შაბათს თავარანგელოზების გარო იყო ეს არასწორად იყო დამახსოვრებული ეს სტატისტიკა. გასაგებია, მაგრამ ორ შაბათი უქმე არ არის. ას ზოგიერთი თვლიდა რომ სამი არა, მარხვა სხვა საკითხია. ორ შაბათს მარხულობენ ბერები და მონაზვნები. ძალიან ბევრ მონასტერში მარხვაა დაწესებული. იმიტომ რომ ანგელოზთა დღეა და ისინი ანგელოზებრივ შესამოსელში არიან. ბერმონაზნობაზე მაქვს ლაპარაკი და ისინი ჩვენ რო 4 შაბათს და პარასკევს მარხულობთ, ისინი ორ შაბათსაც მარხულობენ ხშირ შემთხვევაში. ყველგან შეიძლება არ იყოს. ხო და არ ვიცი, ხო გეუბნებით არ ქონდა ამ ადამიანს არანაირად ეკლესიასთან შეხება, მაგრამ ორ შაბათს ღილს არ დამიკერებდა შარვალზე.